მოგესალმებით მეგობრებო. შეგავლობთ სავალ გამოფხიზლები ხავასწავლე. შემოგიერთდებით იქ. დღეს მაქვს რაღაცები გეგმაში და ნახავთ რა იქნება. სწავლე ხა სათვალე თუ არ ამზე ახალი ამოსულდება და ფოტოებში და დავდი დავიცავენ და როგორც ჩემი სწავლა განელდა მოიწო და სურას გავაკეთე დღეს ნუ გეგმაში მაქვს 8 წელს ამ ბასეინზე არის ეცერა ცოტა შეიძლება ახლა წავიდე მომას თუ საწავას ვიდეო შეუცლებად გახოთ ეხლა კი დავალბრძოლოთ ვიკიდი წავას წავა არის როგორც ილის რელაქს ამიტომაც დღეს არ უმუშაობ და მიხარია მან მაინც ადრე დაძრაობდი ეხლა არის შვილისდება უკვე ზეცახალი ამოსულია მეუბედურება არის ნუ დღეს კვირა არის და მეორე რამე დაგეტინდია საბერძნეთს და მათ შორის სადაც წავასო ვიცი დაგეტინდი ყოფილი ეხლა წავალ სხვაგანაა ამ ბოლო მე თუ არ იყო ყავა წავალ რამე ენერგეტიკულ სწავლებ შევალა დავლა წავას Это за ней канена, скалимара. Ეკნები. სამწუხარო დაკაცარია, რა დღეს ესე იგი ავარო მოდიდეს ფიქრობ. ანუ მივედი ეგ კაფეტერიაში. და ეგ როგორც ჩანს დაკეტილი ყოფილა, მოგვიწია ენერგეტიკულების დადება სხვა დაკეთებას. ეს წავალ და ვიყიდი ენერგეტიკულ. მაგრამ მარ რომ ენერგეტიკულ ხიდი მაგას არ ვიცი. წავალ ეხლა აქეთ ციარურს გავჩერდები სადმე ერთ ადგილას სულაც გამოფხიზლები იქ ნუ ეს არის ბრინჯის პლანტაციები სადაც არის უამრავი კოღო და ბრინჯის შეწამვლა ხდება კოღოებისგან თავდასაცავად ეგრეთ წოდებული პატარა ორკაციანი ვერტფენები ნუ ეხლა ცოტა ხანი გავჩერდები აქ გამოფხიზლები ცოტა თანამაზე კაი ადგილა სადღაც დავიდი ახლა ზღვის პირას პირდაპირ ნუ ეს არ არის საბანაო პლიაჟი მაგრამ ნუ არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ რო უყურებ ზღვას და ვაჭი ამაიამდა ნუ ეს არ არის საბანაო პლიაჟი არის სათევზაო პორტი მაგრამ ნუ სასიამოვნოა ადგილა ადრიან გამოფხიზლებს ზღვის პირას და ნუ ჩემი სახლიდან შორი არ არის 5 თუთი არის ჩემი სახლიდან და ბარემ რა გეზვაზე ვარ თემატურად ბარემ მოგიყვებით საბერძნეთში სად შეიძლება წასვლა იმ ადგილებში სადაც მე დავდივარ ხოლმე და სადაც მე ვარ ნამყოფი ნუ მაგ ადგილებზე მოგიყვებით სად შეიძლება წასვლა სად შეიძლება დასვენება სად რამდენი დაგიждდებათ ანუ საკუთარი გამოცდილებიდან არანაირი Google-ის ინფორმაციით და არანაირი მოყოლებით. ნუ პირადად მე რა დამიჯდა შარშანი და შარშანჭი. შეიძლება ცოტა განსხვავებული ფასები იყოს, ზუსტად არ ვიცი. ნუ რო წავალ მაგას აუცილებლად გადავიღებ და ახლიდანაც განახეთ მაგ ყველაფერს. ნუ დღეს მე ვილაპარაკებ ხალკიდიკზე, ლეპტოკარიაზე, მიტოხოროზე და ოლიმპოსთან. ანუ ასევე სალონიკზე და სალონიკის ერთ-ერთ პლიაჟზე. ხო, მართლა მე საბერძნეთში ვაკეთებ ახალ პლატფორმასაც იქნება. ვებგვერდი ჯერის ტესტირების და შექმნის პროცესში არის ჯერ სადაც ჩაგვიშვია ვაკეთებთ ახლა რა. ნუ ეს ვებგვერდი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე მოგზაურებისთვის, მოლაშქრეებისთვის, კემპერებისთვის და ასე შემდეგ.
Am văzut la ide cu informația am შესახებ, am ați detailul pro ვიდეოს ბოლოსკენ გელაპარაკებით, მანამდე კი გადავინაცვლოთ სახში და ვილაპარაკოთ თუ სად შეიძლება წასვლა, სად ვიყავით ჩვენ, გადაგვიზრდება და სად ვაპირებთ ჩვენ წასვლას. მოვახსენეთ ახლა სანამ ხმზე ამოვა, ნები გარეთ, იმიტომ რომ მე ძალიან დაწყება სავარაუდოდ. როგორც ამინდის პროგნოზია ჩვენ 2025-2026 გრადუსია ვასცხე. ნამდვილად არ მინდა ვიждე გარეთ ამ სიცხეში. მოდი ახლა დავიწყოთ იქიდან, სადაც გავჩერდით. ანუ დავიწყოთ ლევანდელ სეზონზე დასვენებაზე, ვილაპარაკოთ კარჯებზე თუ რა ხდება, როგორ ხდება დასვენება საბიზნესში, ნუ გარკვეულად ვიდეოებში, ყველგან არა, იმიტომ რომ ყველგან ფიზიკურად შეუძლებელია ჩავდიო ერთ ვიდეოში. მე ხა იმ ადგილებს ვკეთებ, სადაც პირადად ვარ ამყოფი და გაგიზიაროთ პირად გამოცდილებას. რა კი ბოლოს ვიყავი ხალკიდიკში, კალითიაში, დავიწყე იქიდან. ნუ კალითიათა განსაცნე მდებარეობს ხალკიდიკში, კალითია ნიშნავს საერთოდ ბერძნულად კარგ ხედს. და ნუ ეს ისტორია და ეს სახელწოდება მოდის იქიდან, რომ ეძახდნენ ამ ადგილს მართების მოსასვენებელი ადგილს, იმიტომ რომ ულამაზესი ხედებია და ულამაზესი ზღვა ამ ადგილას. ეძახდნენ ერთ დროს ზევსის და ომონის მოსასვენებელი ადგილი იყო. ნუ ბერძნული მითოლოგიის და ლეგენდების თანახმად, ანუ მართლაც შესანიშნავი ადგილია, როგორც მიმდებარეობს ასევე წვით, მორის ულამაზესი ხეები და ულამაზესი ზღვა. ძალიან მაგარი ადგილი არის. ნუ ზღვა ძალიან ციფერია და გამაწყალი არის. შიგნით შეგიძლია ფეხით დაიჭირო შეხვდე დაახლოებით ესეც წყალში. ისეთი სუფთა წყალი არის. მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. უარყოფითი მხარე ხალკიდიკში ეგრეთ წოდებულ კალითიაში არის რა. ნუ არის სხვა პლიაჟებთან შედარებით სიძვირე გამოიხატება სასტუმროს ფასებში, პლიაჟზე, პროდუქცში და ასე შემდეგ. ნუ არის ქსელური სუპერმარკეტები, როგორიცაა ლიდლი, მასპი და ასე შემდეგ. ნუ იქ სტანდარტული ფასებია, როგორც ყველგან, თუნდაც ალონიჩი ათენში დაფასებიც იქ არის, იგივე ფასები არის ამ მარკეტებშიც ხალკიდიკში. ნუ კალითიაში სასტუმროსთან მოგეწოდებოდა ხივის ფასები იწება 80-100 ევროდან, რომელიც საკმაოდ ძლიერ უკვე იაფში აღარ გადის 80 ევროდან და ადის 500-600 ევრომდე. ნუ გააჩნია რა გნებავთ, როგორ გნებავთ. მე ხლა ამას ვადარებ სხვა პლიაჟებთან შედარებით, ნუ არის ამაზე ძვირებიც, არის ამაზე იაფებიც, კუნძულებზე ვაფშე ძალიან ძვირი არის, არ არის იაფი. გულის კუნძულია სხვა პლიაჟებთან და სხვა კურორტებთან შედარებით, როდესაც სახელმწიფოზე ამიტომ კალითია, ამიტომ რომ ხალკიდიკია. ასე ჩვენ ჩარჩანი რო ვიყავით მაგალითად, ვისვენებით 5 დღით. 5 დღე მხოლოდ ბინეთ დაგვიზდა 600 евро. მე 600 ევროს გარდა კურორტზე ვარ, ეს გამონოთ დავიდეთ სხვაზე, ხო? როდესაც ჩავედით პლიაჟზე პირველ დღეს, შევუკვეთით რაღაცეები, ორი ჩეკი მომიტანეს, არ ვიცოდი ეს ყველაფერი თავიდან მე და ეს ორი ჩეკი მომიტანეს, ნუ ეს რაღაცეები დაცავიღეთ, ეს წვენი ყავა ისი, მაგის ჩეკი და მეორე ჩეკიც მომიტანეს. ეს მეორე ჩეკი რო ვიკითხე რა იყო, თურმე არ ვიცოდი, შეზლონგს მქონია ფასი, უბრალოდ შეზლონგის დაქირავება არ აქვს მნიშვნელობა ამას 5 თვით ვიზაზე 1 საათი, 2 საათი თითოეული დღე. ღირს 20 евро.
მხოლოდ შეძლო რომ გირო იქიდაო და 20 ევროს გარდა ექსტრა ის რასაც იღები და რასაც დალევ. საერთო ჯამში კარგი დასვენება გამოგვივიდა უკმაყოფილე გამწვეთაღაბარ. მაგრამ სხვა კურორტებთან შედარებით ძვირია კალითია და ხალგედი. მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატიული გზები, მაგალითად ეხლა რასენწინ ვიყავდი ლიტოხოროში, ლეპტოკარიაში, ოლიმპოზეც. შედარებით ძალიან მიაფიჯდება იქ დასვენება. ლეპტოკარიაში ჩარჩენთინ გამიზდა 70 ევროზე და ოთახი. 5 ევრო დაგვამატებინეთ რაღაც მომსახურების აღარ მახსოვს ზუსტად. 70 ევრო, 350 ევრო და 5 დღე დასვენება. 25 ევრო იქ დამამატებინეთ რაღაც ყოველდღიური 5 ევრო ყოფილა მომსახურების. ეს ლეპტოკარია მდებარეობს შუაში არის სხვა. რუსიკით მხარეს არის ხალკიდიკის, ზღვის მოპირდაპირე მხარეს არის ლეპტოკარია. ლეპტოკარია საბერძნეთში ნაკლებად ცნობილი კურორტი არის, მაგით მომხსოვრად შედარებით ნაკლები ფასი. მაგრამ მე თვითონ მკითხავ არანაკლებია ხალკიდიკი. ძალიან მაგარი ადგილი არის. როგორც ბუნებით, ასევე ზღვით, ფასებიც მისაღები ფასებია ყველგან. დაახლოებით ყოველდღიური ხარჯი მქონდა 2 დასრული ადამიანი და 2 პატარა ბავშვი, ფასი გვიზრდებოდა პლიაჟზე დაახლოებით 40-დან 50 ევრომდე. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ეგრეთ წოდებული შეძლების ფასი ქარვიხდით, უფასო იყო. უბრალოდ ეს შეკვეთა რასაც აიღებდი, უბრალოდ უნდა შეგეკვეთა რაღაცეები და თუ გინდა მთელი დღე დაიყავ, სამოგები არავინ არ იყო. და რა ვთქვათ, ყოველდღურად 20 ევროს ზოგან მხოლოდ ამაში. ანუ ახლა რაც შეეხება კობო გიზრდებოდა, ერთი ჭამა გვიზრდებოდა დაახლოებით 20 евро. ყველაზე ბევრი ეგრეთ თავის გამოგზავნილი საცმელი, თავისი ეგრეთ წოდებული ცივი სანდვიჩები, ცხელი სანდვიჩები, რაც შედის საბერძნეთის სწრაფებაში. საერთოდ ჯამში ლეპტოკარია დაახლოებით გვიზრდებოდა დღეში 150, 160 евро. მამას გულისხმობ თავის სასტუმროიანად, რომელიც ზაფხულის ყოლობაზე არ არის ძალიან დიდი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ფასში სასტუმრო შედის. და ძალიან მოყოფილი ვიყავი, დაახლოებით 5 დღე ვიყავი ხალკიდიკში, 5 დღე ვიყავი ლეპტოკარიაში. საერთოდ ჯამში რო შევადარო ლეპტოკარია და ხალკიდიკი დამიჯდა 5 დღეზე დაახლოებით 1500 евро და ლეპტოკარია 1000 ევრომდე. დაჟე ხურდად ჩამოვიტანე უკან. ლეპტოკარია ვინც არის, ლეპტოკარია არის ახლოს ოლიმპოსთან, ოლიმპოსთან ყველაზე ცნობილი მთა არის და საბერძნეთში ყველაზე მაღალი მთა არის, რომელსაც აქ აი ულამაზესი ბუნება თავის ულამაზესი ჩანჩქერები, ძალიან მაგარი ჰაერი არის, მანდაც ვიყავი ჩარჩან, წელსაც ვაპირებ წასვლას აუცილებლად, რა თქმა უნდა, მანდაც გავაკეთებ ვლოგს. უბრალოდ წინაწლებში არ ვიყავი დაკავებული YouTube-ით, ვლოგებით და ასე რომ ვთქვათ, ინტერნეტში ვიცით. ახლა აუცილებლად გადავიღებ ამ ყველაფერსაც, ოლიმპოსაც, ლეპტოკარიასაც, ხალკიდიკსაც, ლიტოხოროსაც. ლიტოხორო არის ლეპტოკარიის გვერდზე. იგივე ფასებია რაც ლეპტოკარიაში, სტუმროებს შევადარებთ, შეიძლება ცოტათი ძვირი იყოს, იმიტომ რომ ლიტოხორო არის ჩათვალეთ საზღვარი მთას და ზღვას შორის. შეგინეთ სოფელში ლეპტოკარიაში თუ იქირავებთ ბინას, ან სასტუმროს, ხუთუთში ხარ ზღვაზე პლიაჟზე შეგიძლია იბანაო. ანუ ყველანაირი პირობა იმისო იყოს რომ დაჰაერზე დაისვენო გაგრელდი, ანუ ყველაფერი აქვს რა. ანუ შესაბამისად ლეპტოკარიასთან შედარებით ცოტა ძვირი არის ფასები სასტუმროების. დანარჩენი სტანდარტული ფასებია პლიაჟის. ასევე არის Lemon Luxury Beach Bar, ესე ქვია. ძალიან მაგარი ადგილი არის, ძალიან ყოფილი ვარ. ასევე არის, აუზში არის ბარი. ანუ ძალიან მაგარი სიტუაცია, ძალიან მაგარი კომფორტი არის. ფასების მისაღები არის, არ არის ძალიან ძვირი და კატასტროფული. პლიაჟის ფასებს შეესაბამება. როგორც ხალკიდიკი ეგრე არ არის, მართლა ფასები არ აქვს. და როგორც ადგილი ძალიან მაგარია, ძალიან მომოწონა, ძალიან ყოფილი ვარ. ეს ლიტოხორო, მოდი ახლა გადავიდეთ სალონიკზეც, ვილაპარაკოთ სალონიკის გამშვენებლებზე, იმიტომ რომ ზოგი ჩამოდის სალონიკში. სალონიკში არის სიაფიანი ჰოტელებიც, თქო უნდა არის ზედაპირებული სასტუმროებიც. სალონიკი ამასთან შედარებით ყველაზე ბიუჯეტური არის, იმიტომ რომ სალონიკს არ აქვს საბანაო პლიაჟი, მაგრამ არც არ არის პრობლემა, ანუ სალონიკიდან 5 წუთში, 10 წუთში, მანქანას გულისხმობ თუ იქნებთ მანქანას. მაქსიმუმ 15 წუთში ხარ ეგრეთ წოდებულ პერიოდში. ქალაქის ცენტრიდან ხარ მაქსიმუმ 15 წუთში ეგრეთ წოდებულ პერიოდში. ცოტა მოშორებით არის კიდე ეკონომი. პერიოდს ახლა ეკონომი მიჩნია 5 წუთი მეტი ვიარო მანქანით და დავიდე შედარებით კაი პლიაჟზე, სალონიკიდან გულისხმობ. ყველაზე ახლოს რომელიც არის. ეკონომში არის ერთ-ერთი სანახაობად. პლიაჟზე დაახლოებით საპლიაჟო ზოლიდან ნაცვლში არის 1970 წელს ჩაძირული გემი და ეგრევე ჩანს პლიაჟიდან. ამაზე კარგი ვლოგს გავაკეთებ, წავალ მანდაც აუცილებლად.
მან ფასები არ ვიცი, არ ვარ ნამყოფი, არ მოვიტყუო. მაგრამ როგორც იტყვალ, მანდაც გადავიდე. ასევე შეგვიძლია სალონიკში მოგეხმაროთ. არის ბინები, რომელიც შეავდება თხიურად და აქვს ძალიან მისაღები ფასი. ეს ბინა, რომელსაც ახლა მე შემოგთავაზებ, არის საკმაოდ კომფორტული ბინა, არის ორკაციანი, აქვს ერთსადინებელი კუხნა და მასაჟორებიანი ჯაკუზი, რომელიც ალბათ ამეთანხმობით ამ ფასში ძალიან მაგარი ფასი არის. სასტუმროს ქალაქის ცენტრში მასაჟორებიანი ჯაკუზი თამბაზად ნამდვილად ვერ ნახავ. თუ დაინტერესდება ვინმე და მოუნდება ამ სახლის დაჯახნა სალონიკში, შეგიძლიათ მოგწოდოთ ჩვენს ახალ Instagram გვერდზე და ხო, ბარებ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი ახალი Instagram-ის გამოწერა, რათა გაიგო უფრო მეტი, ყველაფერი YouTube-ზე არ დაიდება, ძირითადი სტორები და ინფორმაცია დაიდება Instagram-ზე, Instagram-ზე როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook-ზე. გამოგვიწერეთ ორივეგან, ლინკებს ჩავაგდებ აღწერაში, ორივეს ლინკი იქნება აღწერაში. არ დაგავიწყდეთ არც YouTube-ის გამოწერა, რადგან თავაზობ ძალიან მაგარს იგიჟებ, ძალიან მაგარ ინფორმაციურ ვიდეოებს. გამოიწერეთ ეს ახით, არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარეთ თქვენი აზრი, სად ყოფილ ხართ, სად გინდათ წასვლა, სად აპირებთ წასვლას. თუ დაინტერესებით შემთხვევაში, საბერძნეთში ვისაც უნდა დასვენება, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ადგილი გაინტერესებთ, სალონიკის მხარეს უფრო, სალონიკი ხალკიდიკი კატერინი. ხო, საბერძნეთში ცხოვრებლებმა ეს ადგილები იციან სალონიკის მხარეს, მაგრამ ვინც არ იცის, შემიძლია მოგეცოდოთ დანარჩენი ინფორმაცია, დაწერეთ კომენტარებში, ძირითადად რომელ ადგილას გინდათ გადავიღოთ ვიდეო, რომელი ადგილიდან მოგეცოდოთ ინფორმაცია, ჩავწეროთ ბლოგი, რა დაждდება კონკრეტულად წელს მან დასვენება, დაწერეთ კომენტარებში და რომელიც ყველაზე მოთხოვნადი ადგილი იქნება, დავალთ გადავიღებთ და იქნებ შემოგთავაზებთ ვიდეოს. გავაგზავნოთ ლაპარაკი საიდანაც დავიწყეთ, იმ პლატფორმაზე, საიდანაც ზღვიდან ვიყავით ჩართული. ქმნი ახალ პლატფორმას, რომელიც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, არ იქნება ეს ფასიანი. შეგიძლია გაიგო ნებისმიერი ინფორმაცია საბერძნეთის შესახებ. ეს არ იქნება პოლიტიკური, რა თქმა უნდა, მოგულისხმობ დასვენებას, ლაშქრობა, კემპინგს და ასე შემდეგ. რაც მოიცავს ეს საიტი. ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ადგილები საბერძნეთში. დაახლოებით რომ აგიცნათ, მაგალითად, გინდა წასვლა ხალკიდიკში. შეხვდეთ ჩვენს ვებსაიტზე, ნახავთ ხალკიდიკს, ხალკიდიკში იქნება ჩაწერილი ბლოგი, სადაც გაიგებ ფასებს, რა ხდება, რა სიტუაცია, რა შეგიძლია ნახო. ონლაინ გიდის ვარიანტი იქნება. სანამ წახვალ, მხოლოდ Google-ის ფოტოებზე რომ არ იყო დაყრდნობილი და ვიღაც გადმოცემული ინფორმაციით, იცი რა მე ვიყავი და მაგარი იყო. არა. გავამარტივებ ამ ყველაფერს, შემოდიხარ ვებსაიტზე, პირველ რიგში არჩევ ჩვენთვის სასურველ ადგილს. შეგიძლია ყველა შეათვალიერო და მე იქიდან გამოიტანო აზრი და გადავწყვეტო რომ სად გინდა და როგორ გინდა დასვენება. მე შევეცდები თითქმის საბერძნეთის ყველა კურორტზე ჩავწერო ვიდეო, რომ მოგეხმაროთ და უფრო გაგიმართლდეთ არჩევანის გაკეთება. და ხო, მოდი მოკლედ ვიტყვი ხა, რო აღარ გავაგზავნე და თავი რო აღარ მოგაბეზროთ. რაში გამოგადგება ეს საიტი. შენ აღარ დაგჭირდება Google-ში დებნა, Booking-ზე დებნა შეკითხვები. 1000 თავის თვლილი პირდაპირ შემოდიხარ საიტზე, ახულობ ადგილებს და რომელი ადგილიც მოგწონს, პირდაპირ ჩვენი საიტიდან დაჯავშნ. ასევე მინდა დავამატო ონლაინ მარკეტით. ონლაინ მარკეტი ჯერ მაქვს იდეის დონეზე, ჯერ არ ვწდებ მაგის დამატებას, მაგრამ მაქვს იდეაში. ამ ვებგვერდზე არ იქნება მხოლოდ ეს სასტუმროების ვარიანტი და ბლოგები. ამ გვერდზე შეგხვდებათ მრავალი სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც დაგჭირდებათ. ამ გვერდზე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ გიდი, აეროპორტში დახვედრა, ტაქსები, გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს დავწუნებთ. ასევე იქნება ონლაინ დახმარება როგორც ვებსაიტზე, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Viber-ში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Instagram-ზე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Facebook-ზე. ეს ყველაფერი მითითებული იქნება ამ ვებსაიტზე. გთავაზობთ ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას, მაგრამ ამისათვის საჭიროა გამოიწონოთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეო და აკომენტაროთ თქვენი აზრი. ძალიან ბევრი წოლებაა ჩადებული ამ ყველაფერში. არ არის ყველაფერი ერთ დღეში გაკეთებული და ერთ დღეს მოფიქრებული. ძალიან დიდი რესურსი არის ჩადებული ამ ყველაფერში, როგორც საიტში, ასევე YouTube-ში. მოგამეთანხმება ყველა იუთუბერი და ყველა ეს ადამიანი, რომელიც ეს საქმეში აჩახებული, არ არის ეს ცოტა ხანჯიდან დაკავშირებული. სამაგიეროდ ვითხოვთ თქვენგან მხოლოდ გამოწერას და თქვენი აზრის დაფიქსირებას. რომ ჩვენ მეტი სტიმული გქონდეს, ვიყოთ აქტიურები, მოჩათვალე შენი ერთ დაწკაპონება და არხის გამოწერა სტიმულატორი ვით არის. და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მოიწოდეთ ვიდეო და დააკომენტარეთ. სად გინდა წასვლა, სად აპირებთ წასვლას, საბერძნეთის რომელ ადგილზე გაინტერესებთ ინფორმაცია. თუ ჩვენთვის შესაძლებელი იქნება დროიდან და რესურსებიდან გამომდინარე, აუცილებლად გადავიღოთ ვიდეოს და მოგიყვებით ყველაფერს როგორი დრო გავატარეთ, სადაგვიზდა რა ხდება, რა სიტუაცია არის, ამ ყველაფერს ავდივართ განახებ და შევეცდებით რესურსებიდან გამომდინარე გადავიღოთ ვიდეო იქ და განახოთ თუ რა სიტუაცია არის, რა ჟდება მანწასლა, რის ნახვა შეიძლება და გირს თუ არა საერთოდ დასვლა. ამ ვიდეოდან გემშვიდობებით მე ახლა მომასახურამდე. ხო მართლა 500 არიანი გათამაშება არ დაგვიწყებია, რომელიც ვახსენე წინა ვიდეოში.
ამ 500 დოლარს ისევ ვათამაშებ. თქვი წინა ვიდეოში, ანა ვიდეოდან ან შემდეგი ვიდეოდან კომენტარებიდან ერთ-ერთი აპლიკაციის საშუალებით ამოვარჩევთ კომენტარებიდან. მოვარჩევთ არა, ამოვარჩევთ თვითონ აპლიკაცია random კომენტარს. რომელსაც აპლიკაცია ამოვარჩევს, მიიღებთ 500 დოლარს. ეს არა მნიშვნელობა იქნება საქართველოში, ამერიკაში, საბერძნეთში თუ სადაც არ უნდა იყოს. აი მოგებული თან ხარ და ეკარგება ეს არის რაღაც ნივთი. 21 საუკუნე არის 2025 წელი არის და თანხის გადარიცხვა შეიძლება ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში. თუ მაინდა-მაინც ხელზე ვერ მივეწ. კაცო რომ მიაქტიურეთ, ჩვენი არხი დავაწყოთ ძალიან მაგარ სუსტიზებს და ძალიან ბევრ თავგადასავალს. ახლა კიდე გასწრებით მომავალში.